ის იყო კაცი, რომელიც ოკეანეს ისე უყურებდა, როგორც ძოლის უოლს. მეზღვაური, რომელიც არ უშენდებოდა არც ქარიშხალს, არც მეფეს და არც იმპერიას. მისთვის საზღვრები არ არსებობდა. ერთადერთი მხოლოდ საზღვაო კურსი იყო, რომლისკენაც გემი მიჰყავდა. მისი სახელი შეესგვრიდა ესპანელებს, მაგრამ ინგლისში გმირად აღიარეს. იყო კი ის მეკობრე, რომელიც ოქროს გამო მოგზაურობდა ზღვებზე, თუ მეზღვაური, რომელიც სამშობლოს ემსახურებოდა. ეს არის ამბავი კაცზე, რომელმაც იმპერიებს ტალღებზე ომი გამოუცხადა და გაიმარჯვა. ის იყო სერ ფრენსის დრეიკი. ფრენსის დრეიკი დაიბადა დაახლოებით 1540 წელს. ტავესტოკში, პატარა ქალაქში, პლიმუთთან ახლოს. მისი ოჯახი არ იყო მეფური ან მდიდარი, არამედ უბრალო მეზღვაურების ოჯახი, რაც ბავშვობიდანვე ზღვის სამყაროსთან დაახლოებულს ხდიდა. დრეიკი 13 წლის ასაკში ჯერ კიდევ მოზარდი უკვე გემზე იმყოფებოდა. პირველად მან გემის გემბანზე ფეხი ბავშვობაში დადგა. მაშინ ჯერ კიდევ პატარა მარიცოდა, რომ ერთ დღეს თვითონ გახდებოდა გემის კაპიტანი, რომლის სახელს ესპანელები ლოსვებშიც კი ახსენებდნენ, შიშით და წყევლით. დრეიკმა იცოდა, რომ სხვა მხოლოდ ძლიერებს ეკუთვნით. მან აირჩია გზა, რომელიც ოქროსა და სისხლზე გადიოდა. ეს იყო გზა, რომელმაც ის დედოფალ ელისაბედის ფავორიტად აქცია და მეკობრეებიდან ადმირალამდე აიყვანა. მაგრამ სად გადის ზღვარი მეკობრესა და გმირს შორის? და იყო კი დრეიკი ინგლისისთვის მხოლოდ მეომარი, თუ იყენებდნენ როგორც საჭადრაკო ფიგურას იმპერიული თამაშებისთვის. ფრენსის დრეიკი ბავშვობის ასაკიდანვე ეკიპაჟის წევრად მიიწვიეს, სადაც მისი მეზღვაურის ბუნებრივი ნიჭი სწრაფად გამოჩნდა. გემზე გამართული მუშაობა, ნავიგაციის ცოდნა და წყლის წინააღმდეგ ბრძოლაში მომზადება მას სწრაფად გამოარჩევდა სხვებისგან. დრეიკი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც დაიწყო მოგზაურობა ოკეანეზე და აღმოაჩინა ახალი სავაჭრო მარშრუტები. მაგრამ 60-იანი წლების ბოლოს მისი ცხოვრება გადამწყვეტად შეიცვალა, როდესაც ის შვედური და ჰოლანდიური მოკავშირეების დახმარებით ესპანელებს უტევს. სწორედ ეს პოტენციური კონფლიქტები და მეკობრეობაში საკუთარი შესაძლებლობების გამოსვლა გახდა საფუძველი მისი რეპუტაციის გაზრდისთვის. დრეიკი თავს ესხმოდა ესპანურ სავაჭრო ხომალდებს და ფორტიფიკაციებს ატლანტის ოკეანეში. და ამ პერიოდის განმავლობაში ის ძალიან გაიზარდა არა მხოლოდ როგორც მეზღვაური, არამედ როგორც ლიდერი, რომელმაც საკუთარ თავში მთელი ინგლისის ძლიერება იპოვა. დრეიკის მეზღვაურობის კარიერა საბოლოოდ გასცა მხოლოდ შიდა ბრძოლებს და გემების დაცვას ან თავდასხმას. 1570-იან წლებში ინგლისის მეფე ელიზაბეთ I დრეიკის შესაძლებლობებს უფრო დიდ ყურადღებას აქცევს. ინგლისი იმ დროისთვის არ იყო ძალზე ძლიერი საზღვაო ძალით. ამიტომ დრეიკმა შეძლო წარმატების მიღწევა მისი რკინის ნების, სწრაფი აზროვნებისა და ოკეანეზე მანევრირების ხარჯზე. ფრენსის დრეიკის ბრძოლა ესპანეთთან ჯერ კიდევ 1560-იან წლებიდან იწყება, როდესაც ის ესპანური სავაჭრო გემების წინააღმდეგ ოპერაციებში მონაწილეობს. თუმცა მისი ყველაზე აქტიური და ცნობილი თავდასხმები 70-იან, 80-იანი წლებიდან მიმდინარეობს, როდესაც ის ინგლისის დედოფალ ელისაბედ I-ის მხარდაჭერით იწყებს ესპანეთის წინააღმდეგ მიზანმიმართულ რეიდებს. დრეიკი პირველად სერიოზულ შეტაკებებში 1568 წელს ჩაერთო, როცა ესპანელები მოულოდნელად დაესხნენ ინგლისის კაპიტან ჯონ ჰოუკის, რომელიც მათთან ვაჭრობას ცდილობდა. ეს იყო დრეიკისთვის მნიშვნელოვანი მომენტი. მან დაინახა ესპანეთის ძალაუფლება და გაჩნდა შურისძიების სურვილი. 1572 წელს დრეიკი გეგმავს პირველ დიდ ექსპედიციას ესპანეთის წინააღმდეგ, პანამაში მდებარე ნომბრე დე დიოსის ქალაქში, რომელიც ესპანელთა ოქროს სავაჭრო გზის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო. 1573 წელს ის თავს დაესხა ესპანურ ფლოტს, რომელსაც პერუდან ესპანეთში ოქრო და ვერცხლი გადაჰქონდა. ეს იყო მისი ყველაზე წარმატებული რეიდი. ჩაიგდო უზარმაზარი სიმდიდრე. მოვლენა გამორჩეულია იმითაც, რომ ფრენსის დრეიკი დაუკავშირდა ადგილობრივ აფრიკელ მონებს და ამერიკულ ტომებს, რომლებმაც მათ ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება გაუწიეს. ფრენსის დრეიკის ცხოვრება გამორჩეულია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტით. დედამიწის გარშემო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ექსპედიციით. ის გახდა პირველი ინგლისელი, რომელმაც ეს მოგზაურობა წარმატებით დაასრულა და მეორე ადამიანი მაგელანის შემდეგ, რომელმაც მთელი გზა გაიარა. დრეიკის ექსპედიცია მხოლოდ გეოგრაფიული აღმოჩენებით არ შემოიფარგლებოდა. ეს იყო პოლიტიკური, სამხედრო და ეკონომიკური მისია, რომელიც ინგლისსა და ესპანეთს შორის დაპირისპირების კონტექსტში მიმდინარეობდა. 1577 წლის 15 ნოემბერს 5 გემითა და 164 მეზღვაურით იგი სამხრეთ ამერიკისკენ გაემგზავრა. 78 წლის ივნისში დრეიკმა მიაღწია სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს
და დაიწყო სვლა სამხრეთისაკენ, რათა გადაელახა მაგელანის სრუტე. ექსპედიცია დიდ პრობლემებს გადააწყდა წყნარ ოკეანეში შესვლისთანავე. ჩაიძირა გემი Marigold. გემი ელიზაბეტი დაბრუნდა ინგლისში. დრეიკი თავისი გემით Golden Hind-ით მარტო დარჩა. 79 წელს ჩილეში და პერუში ხელში ჩაიგდო ესპანური სავაჭრო ხომალდები. უმნიშვნელოვანესი ნადავლი იყო გემი Nuestra Senor de la Concepción, რომელიც ცნობილია როგორც Ceci Fuego, რომელსაც მექსიკიდან ესპანეთში 20 ტონა ვერცხლი, 36 კილოგრამი ოქრო და 13 ძვირფასი ქვამი ჰქონდა. 79 წლის ივნისში დრეიკი მიადგა ჩრდილოეთ ამერიკის დასავლეთ სანაპიროს, დღევანდელ კალიფორნიას. ამ მიწებს მან Novo Albion, ახალი ინგლისი უწოდა. 1580 წლის იანვარში დრეიკმა გადაწყვიტა, რომ აღარ დაბრუნდებოდა ისევ წყნარი ოკეანის გზით უკან და გეზით დასავლეთისკენ აიღო, ინდოეთისკენ დაიძრა. ინდონეზიაში, მოლუკის კუნძულებზე მან სავაჭრო კავშირები დაამყარა. ძლივს გადაურჩა ძლიერ შტორმს. გზა გააგრძელა აფრიკის შემოვლით. 1580 წლის სექტემბერში მიაღწია აფრიკის უკიდურეს სამხრეთ წერტილს, კეთილი იმედის კონცხს და 26 სექტემბერს დაბრუნდა ინგლისში, მხოლოდ ერთი გემით და 59 გადარჩენილი მეზღვაურით. დრეიკმა ინგლისში დაბრუნებისთანავე უზარმაზარი სიმდიდრე ჩამოიტანა. მისი ნადავლის ღირებულობა 600,000 ფუნტ სტერლინგი იყო. დღევანდელი კურსით დაახლოებით 100 მილიონი ფუნტი. დედოფალმა ელიზაბეტ I-მა დაჯილდოვა პირადად და რაინდის ტიტული მიანიჭა. დრეიკი იქცა ცოცხალ ლეგენდად, ღმერთად ინგლისის საზღვაო ისტორიაში, თუმცა ყველაფერი ამით არ დასრულებულა. ფრენსის დრეიკის მსგავს ბიოგრაფიას ნებისმიერი მეზღვაური და არა მარტო მეზღვაური მოაწერდა ხელს. სხვა რა უნდა იყოს იმაზე დიდებული, ემსახურო შენ სამშობლოს, გააფართოვო მსოფლიოს საზღვრები და ამავდროულად შენივე სისხლითა და ოფლით მოპოვებული ოქროთი ჩაწერო შენივე სახელი მსოფლიო ისტორიაში. მხოლოდ ეს ამბები იყოფა ფრენსის დრეიკის სიდიადეს. თუმცა მის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ამბები წინ იყო. მისი ლომის წვლილი ორ იმპერიას შორის ომში, ინგლისსა და ესპანეთს შორის. ინგლის-ესპანეთის ომის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რა თქმა უნდა, სხვაზე ბატონობაა, მაგრამ მათ შორის ურთიერთობები ჯერ კიდევ ადრეული პერიოდიდან იწყება, რელიგიურ ნიადაგზე. ესპანეთი ინარჩუნებს კათოლიკურ ბრძამს, ხოლო ინგლისი ჰენრი მე-7-დან მოყოლებული პროტესტანტულ ანგლიკანურ ეკლესიას ქმნის. მათ შორის დაპირისპირება წლების განმავლობაში იზრდებოდა, მაგრამ ღია ომი მხოლოდ 1585 წელს დაიწყო, როდესაც ესპანეთის მეფე ფილიპე მეორემ ინგლისის წინააღმდეგ სამხედრო კამპანიის მომზადება დაიწყო. ეს კი იყო დრო, როდესაც ესპანეთი ევროპის უძლიერესი საზღვაო ძალა იყო, ხოლო ინგლისი ჯერ კიდევ ცდილობდა საკუთარი სამხედრო პოზიციების გაძლიერებას. ფრენსის დრეიკი კი ამ კონფლიქტში ერთ-ერთი მთავარი ფიგურა გახდა. 1585 წელს ელიზაბეტ I-მა ნიდერლანდელ მეამბოხეებს ხარდაჭერა გამოუცხადა ესპანეთის წინააღმდეგ ბრძოლაში და სწორედ ამავე წელს ინგლისის სამეფო ფლოტის სარდლად დაინიშნა ფრენსის დრეიკი. 1987 წელს ესპანეთი ემზადებოდა უძლეველი არმადას შესაქმნელად. ეს იყო გიგანტური ფლოტი, რომელიც მიზნად ისახავდა ინგლისის დაპყრობას. დრეიკმა მიიღო დავალება, რომ ესპანელებს არ მისცემოდათ არმადის მომზადების დასრულების შესაძლებლობა. 1587 წლის აპრილში მან მოულოდნელი რეიდი განახორციელა ესპანეთის ქალაქ კადისში და გაანადგურა 30-ზე მეტი ესპანური გემი. ეს შეტევა იმდენად ეფექტური იყო, რომ ესპანეთის არმადის მოგზაურობა ერთი წლით გადაიდო და ფილიპე მეორემაც უზარმაზარი ხარჯების გაღება თავიდან მოახდინა. 1588 წელს ესპანეთმა მაინც მოახერხა 130 გემის და 30,000-ზე მეტი ჯარისკაცისგან შემდგარი არმადის შეკრება. ეს იყო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი საზღვაო ძალა, რომელიც ინგლისზე თავდასხმას გეგმავდა. ესპანეთის ფლოტი დაიძრა ჩრდილოეთისკენ, მაგრამ ინგლისელებმა სწრაფი და მანევრირებული გემებით ლაუნცენთან და პლიმუთთან შეუტიეს მათ. დრეიკმა თავისი სტრატეგია გამოიყენა. ესპანელთა ფლოტი დაშალა და ღამით მოულოდნელად შეუტია. დრეიკმა გამოიყენა ცეცხლოვანი გემები. ღამით ცეცხლში გახვეული გემები ესპანური ფლოტისგენ გაუშვა, რამაც ესპანელთა რიგებში პანიკა გამოიწვია. ინგლისელებმა გაანადგურეს ესპანეთის წამყვანი ხომალდები. ასევე მნიშვნელოვანი დანაკარგი მიაყენა ცუდმა ამინდმა და შტორმმა. 1596 წლის 28 იანვარს 56 წელს მიღწეული ფრენსის დრეიკი პანამის სანაპიროსთან, პორტობელოსთან გარდაიცვალა. სხვადასხვა ინფორმაციით, დეზინტერიით ან მალარიით, რომელმაც ამავდროულად მრავალი მეზღვაურის სიცოცხლე შეიწირა გემზე.
მისი ცხედარი პანამის სანაპიროსთან, სხვაში ჩაძირეს, სრული საზღვაო პატივით. სპილენძისა და ტყუის კუბო კარიბის ზღვის ფსკერზე დაეშვა. დღემდე ბევრი მყინთავი და ისტორიკოსი ცდილობს ფრენსის დრეიკის კუბოს პოვნას, მაგრამ ის ჯერ არ აღმოუჩენიათ. მან ცხოვრების ბოლო დღეები გაატარა იქ, სადაც ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. ასეთი იყო, ჩემი აზრით, ყველაზე დიდებული ინგლისელის ისტორია. ინგლისმა მსოფლიო ისტორიაში თუ ზღვის ლომის სახელი დაიმკვიდრა, პირველ რიგში ეს არის სერ ფრენსის დრეიკის დამსახურება, რომელსაც მართლაც ლომის წვლილი მიუძღვის როგორც იმპერიის გადარჩენაში, ასევე მის აღორძინებაში. ამით ეს ჩანაწერი დასრულდა. მადლობთ მოსმენისთვის, გამოიწერეთ არხი. კარგად ბრძანდებოდეთ.